ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ ბიზნესის ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. რესტორან კრისტალში სტერეოფართი გაიმართა, რომელიც ქალთა დღეს მიეწყმა და რომელშიც ქართული შოუ ბიზნესის ერთი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. როგორც ქალები ისე ხვდებით, ქალები რამდენად ვართ ახლა არ ვიცი, არა მაინც და რა თქმა უნდა რაღაც სიურპრიზებს ყოველ შემთხვევაში მილოცვებს მაინც ვიღებთ. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ბაბუაჩემი მიგეთებს თქვა საჩუქარს ყვავილების სახით და თაყვანის მცემლები. ესე ტრადიცია არ მაქვს პრინციპში, რომ 8 მარტს რაღაც უნდა შევხვდე სადმე. სცენაზეა უშვენიერესი, ძალიან ლამაზი, არაჩვეულებრივი, მინი ბატურაშვილი, აპლოდისმენტები. ჩვენ რაღაც კონკურსებს ვაწყობთ ხოლმე, რაღაც სიურპრიზებს ვიგონებთ, რაღაც საჩუქრებს გადავცემ და რა ვიცი, აი ცოტა უფრო ვახალისებთ ასე დღესასწაულებს ხოლმე. ეს არ არის მარტო რაღაც კონცერტი და რაღაც, ეს არის ასე ვთქვათ, რა ვიცი, აი ეს მეგობრების შეხვედრა რა, პრესისა და ასე ვთქვათ, იმ ხელოვანთა, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს და ასე ვთქვათ, ვისთანაც გვიხდება ურთიერთობა რა. ტრადიციაა ოჯახში, რომ ყველა ერთად ხვდებით 8 მარტს. შემდეგ რა თქმა უნდა, ეს ბოლო წლებია კონცერტები მაქვს სულ. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კონცერტები ტარდება და ეძღებათ ქალბატონებს და ძალიან მიხარია ყველა ქალბატონს ულოცავ. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ქალბატონებს, ყველას. ყველა ქალბატონს მიულოცავ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ სილამაზეს, დღეგრძელობას, ვიცით, აი ქალურ შემართებას და თავის მოვლის საშუალებას, ხოია? მაესტროს ხმის ჩამწერ სტუდიაში ამჯერად მარიკა თხელიძე მუშაობს ლილიკო ნემსაძის ახალ სიმღერაზე, რომელსაც ორი ვარიანტი ექნება, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი. ინფორმატორის გადამღები ჯგუფი ამ უკანასკნელის ჩაწერას დაესწრო. სადიკოს მონაცემი ბევრმა უგზავნოს ფოტოშერს და აქ არიან, მაინც. იმედი აქ მე არ ვიქნებ თორე თავს მოვიგლა. მოიდა მე დაქი როგორც ვიგანო. მითხარი, კაია, წოდია. კაია. კაი. სიმღერა არის კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის და სწორედ ეს სიმღერა ჩაიწერა რამოდენიმე კვირის წინ კოტენონიკოვის სტუდიაში, შეიქმნა ქართული ვერსია, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ კოტე ყუბანიშვილი და ასევე სწორედ ამ სიმღერაზე ვაპირებთ ინგლისურ ვერსიას, რომელიც არის ამერიკელების დაკვეთით და რა თქმა უნდა, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ ბიბი კვაჩაძე. Meditation brings you tender light. Only weak imagination get you out of sight. Tiny beam of expectation, swimming clouds of peace. I touch the sky above in my fragrant memories. And you just complete me, brighten up my days. Try not tease me in the misty.
Sunny kind of meditation brings you tender light. მარიკას თხოვნა იყო, მე და მარიკა დიდი ხანია მეგობრობთ, არაერთი სიმღერა გავეკეთებია ერთად. და იდეა იყო, რომ გამეკეთებინა ინგლისური ტექსტი. კოტე ყუბანიშვილმა თუ არ ვცდები რუსკო, ხო არ მეშლება, გააკეთა ქართული, ჯერ ქართული დაეწერა, თუ არ ვცდები მე ინგლისური და მე არ გადამითარგმნია ტექსტი, ანუ ჩემებური ვარიანტი დავწერე ამ სიმღერისა, სიმღერას ეწოდება You Complete Me, ანუ შენ მე მავსებ. სიმღერა ეძღვნება ცას, მზეს, უფალს და ყველაფერს ლამაზ, რაც კი არსებობს საერთოდ ზემოთ. Kind of meditation brings you tender light. Only weak imagination get you out of sight. ჩემი თავარი ამოცანა არის, რომ მე მას მხარში ამოვუდგე. და არა მე რაც მინდა ის გააკეთოს მან, არა. ის თუ არ იგზნობს კომფორტაბელურად ტექსტს, გნებავთ არანჟირებას, გნებავთ ბევრ დეტალს ხო სიმღერის ჩაწერისას, მაშინ რა აზრი აქვს? მაშინ კოოპერაცია არ გამოდის, მაშინ დიქტატურაა რა. ხო და ასე რომ რა თქმა უნდა ვითვალისწინებ პირიქით უსმენ ხოლმე ძალიან ყურადღებით და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მან იგზნოს კარგად სიმღერის დროს თავი. Morning sun, you just complete me, brighten up my days. როგორც უკვე იცით, აჭარა Music Hall-ში კონცერტს გამართავს ცნობილი DJ და პროდიუსერი Funkstar Deluxe, რომელმაც აგრეთვე სახელი გაითქვა როგორც არაჩვეულებრივი რემიქსების ავტორმა. იგი თბილისს უკვე ეწვია და დაუვიწყარი საღამო შეჰპირდა ქართულ მსმენელს. Right now I'm working on some very important stuff. ახლა მუშაობ ახალ ალბომზე და მე ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ აი ამ გამოკითხვებში გავარკვიე, რომ რაღაც რევოლუციონერულ სვლას აპირებს ჰაუსში რო გააკეთოს. ანუ ეს არ იქნება რემიქსების ალბომი, ეს იქნება მისი პროდაქშენი, მის მიერ დაწერილი კომპოზიციები და მუსიკალური თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, ვიდრე აქამდე რაც გაუკეთებია და დამპირდა სანამ აი რო გამზადდება გამოგიგზავნებდა. აი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან აი ელოდება რა რითი დაამთავრებს ამ ყველაფერს. Hopefully that's what I'm working on. That's one of my goals to create some songs and tracks that will stay some evergreens. იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისე გავაკეთო ეს ყველაფერიო და ჩემი მთავარი მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ ძალიან თქვა დიდი დროის შემდეგ ყველაფერი ეს კვალიც დარჩეს და თვითონ მუსიკაც ცნობილი იყოს და დარჩეს. I listen to electronic music, Jean-Michel Jarre, Kraftwerk. Jean-Michel Jarre, Kraftwerk, ანუ თავიდანვე ელექტრონული მუსიკით დაიწყო იმ დროინდელი Jean-Michel Jarre. ეხლაც ელექტრონში კი ასე ვთქვათ, მაგრამ თავის დროზე ყველაზე ალბათ ერთ-ერთი ცნობილი სახელი იყო ელექტრონიკაში Kraftwerk-იც თავის თავად. For instance, with Sun is Shining, I gave it new life in a way so that younger people would get to know both Bob Marley and me as an artist. აი მაგალითად Sun is Shining Bob Marley-ის ვარიანტზე როცა ვლაპარაკობთ, ახალი ცხოვრება მივეცი მე ამ კომპოზიციასო და ამით საშუალება მივეცი ახალგაზრდათაობას, ვისაც ვთქვათ Bob Marley, ვინც Bob Marley-ს არ უსმენ და Bob Marley გაეცნო და რა თქმა უნდა მეცო. ანუ ორივეს ანუ ეს რასაც აკეთებს ორივეს წაადგება ასე რომ ვთქვათ. Gilorsaft Rova Marts. მერიის კულტურის განყოფილებაში ჩვენი ქვეყნის პირველი ქალბატონი ქართველ ხელოვან ქალბატონებს შეხვდა. შეხვედრაზე პრობლემებზეც ბევრი ილაპარაკეს და ლირიული გადახვევაც მოაწყვეს. სხვადასხვა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა ქალბატონ სანდრას ქვეყნის ჰიმნის საკუთარი ვარიანტიც გადასცა. ასე რომ შეხვედრა ნაყოფიერად ჩაიარა. დიდი მადლობა. ეს ფერდოლის თავაგანგელოზის ხატია მიქაელი გახდა. ჰარავდეს თქვენ ოჯახ. ბატონ დაჩო. ეხლა ქალბატონი სანდრაც იქნება და რაც საკვირვე ბატონი მუშაობს.
ჩინი მომუმატე და რა თქმა უნდა საქართველოს კულტურა უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ამას გულისხმობ, რომ უნდა იყოს აყვავებული, როგორც იყო თქვენ დროს, თუ შეიძლება ასე თქვა. მე მგონი ქართულ ხალხს შვენივრად შეუძლია ამას თვითონ. მე რა თქმა უნდა ხელს შეიძლება რაღაცნაირად დავეხმარო, მაგრამ მე მგონი თვითონაც საჩვენეს царშულში, რომ რა ეკონომიური ან სოციალური კრიზისი არ უნდა იყოს, მაინც ცეკვავენ, მაინც ვღერიან, მაინც გამოდიან სცენაზე და შვენიერად. და მე მგონი ეს მართლა გადაარჩენა საქართველოს როგორც სახელმწიფო. ნიშნულოვანი დღე იქიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიღება მართლა საქმის ყურში უნდა იყოს, რა ხდება დღეს ქართულ კულტურაში და შეხვდა იმ ხალხს, ვისაც ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ კულტურაში. ესეთ შეხვედრები იქნება ხშირად ამ ოფისში და შეძლებს დაგვაქვს ჩვენ იმ პრობლემებს გადავწყვიტოთ, რაც აი ამ ხალხს დღეს უჭირს. თქვენ იცით 75-80 წლის ეს ის ადამიანები არის, ვისაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ კულტურაში და მათი მივიწყება არ შეიძლება და დღეს მათ გაუჩნდათ იმედი, რომ მათზე კიდე ვიღაცა ფიქრობს და მათზე ვიღაცა ზრუნავს. აი ეს არის მთავარი. მე არ მიმაჩნია რომ ეს გახდება საქართველოს სიმნი, ყველანაირად უკან ვიხევ, მაგრამ მოგრძალებულად მე ჩემი სათქმელი ვთქვი სიმღერით. და რომ სადმე გაჟღერდეს ჩემი საქართველოს სადიდებლად, იმისთვისაც დიდი მადლობელი ვიქნები. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.